ამ საგანს უხსოვარი დროიდან იყენებდნენ. მას ძირითადად ხისგან, ძვლისგან ან ქვისგან ამზადებდნენ. ძველ საბერძნეთში მისი წყალობით გემის ნიჩბების მოსმის ტემპს არეგულირებდნენ. ჯვაროსნულ ომებში მისი მეშვეობით ამცნობდნენ მშვილდოსნებს თუ როდის უნდა ეტყორცნათ ისტრები მოწინააღმდეგეებისთვის. 1870 წელს ჯოზეფ ჰადსონმა ის პირველად გამოიყენა ფეხბურთის მატჩის დროს. მანამდე მის ნაცვლად ის ხელსახოტს იყენებდა. 1883 წელს მანვე აღმოაჩინა, რომ ამ მოწყობილობაში თუ ბარდის მარცვალს ჩადებ, მაშინ მისი მოქმედება უფრო ეფექტური ხდება. ყველამ გამოიცნო. ეს ბოლო კითხვა იყო, დიდი მადლობა. ვიცდებით რომ მოვალ